და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში Vitrie me viko. Çavirbinot inguris biraz da. Gavisolot pire da qurები. Mamindoma aman ახლა ინგური და ეგზოტიკაი ამ შუა უდაბნოში. შემიდეთ აგერ გამოგვამურჩინა გამჭრა დროზე გამიხმა კუჭი. ეგია ცხოვრება მიჯო. ჩვენ ერთი საზამთროს მოპარვისთვით თეხის გულები გვაქვს დაყლეფილი ქვებზე ნარბენი და განხენე. იქანაკე ცხოვრობენ დალხენილად კაც. რამდენი საზამთრო აქვს იცი? უთვალავი? მაგნები ზიღბალის ანმაქვს მეუბედურს თორე. დაიდე უთვალავი საზამთრო და წამოწექი გემოზე. ვაუაცი, ჩგიმძოდა, ვაუაცი, რა ვავა გიტყდა ბიჭო შენე, ამდენი რამე მეიტეხე. მოვიტეხე კი არა. აუ შენი გონია ბიჭო. ნეიცა ჩამევიდო მანდანა. ხახ, რა მაგარი ჩაინიგია. რამდენი ჟემჩუკები და იზუმრუდებია. რამადე ხამე ბიჭოს იმდიდრეს. ვერ ხედავ აგერო წერია ინსტრუქციაი. რასა შენ პრობლემურია. მაგისტრის ვიზვალი ამდენი რომ მარტო ჩაინიგი წავიღო? თუ არ გჯერა, დაყარე ყველაფერი და გავასწროთ აქედანი თუ არა დევიმარხებით ამ სიმდიდრეში. ჩემი იღბალები რა ვთქვი მეგედო. რაღა ამ ჭუჭყიან პასუდას მოვკიდე ხელი მაინც და მაინც. ნახე როგორაა გაჭვარდული. Здорово, гаинчамелებს. ვინა ბიჭო ემ სუქანა ეშმაკი. მე ჯინი ვარ. მოფერებით ჯეჯეს მეძახიან. დიდი მადლობა მძანებელო რომ მონობიდან გამათავისუფლე. ეს შენი სახელი მითხარი? მე ნორმალია ვარ კოკიდან. პირველი კაცი ვარ კოქში. კოკადინი ყოფილ ხარ შენ, კოკადინი. ან ნარმადინი. ნარმადინი ჯობია მძანებლისთვის და დღეიდან შენი ნებისმიერი სურვილი უმალ შესრულებული იქნება. მართლა? ნალუბოი? როგორ მიეთხარი? ჭუჭყიანი ჩაინიგიო ხომ შეუტვინო ბატო შენ? შესრულებული იქნება მძანებელო. ჰოპ. ბიჭო ეს მართლა რა ვალშებნიკი ყოფილა? ვალშებნიკი არა პაჩებნიკი. რამიქენი მიჯუ ესი დამაბრუნე ისემი ადამიანურ ფორმაში. იხანი მასე ცოტაღანი მაგრად მოგიხდა. ხანა თქვა ბიჭო თუ არა მოკორტნი მაგდათხლა შულთვალებთან ახამენე. კაი ხო გემასხრე ვიყო. გადააქცია ეს ბათ ისევლემურად. დავასისულენეებში ხარჯან ბიჭო ამ სურვილებს. არ გახსოვს შეერი რო იყავი რა ვანატრულობდი სასახლეში ვინ შემასუნიებსო.
უთხარი ახლა მაგ შენ ჯინია თუ მინცხაა და შევუდგეთ ნელ-ნელა ნეტარ ცხოვრებასგან. Короче, ჩემო ჯინო თუ ჯეჯე, იმ დვარეში უნდა მოხდეს სტოპრო. შესრულებული იქნება მბრძანებელო. აი, ამ ფრინავი ხალიჩით მიავივით შეფრინდებით იმ დვარეში თუ ტრილეთში. ეს რა არის ბიჭო? ამ ჭრელი კავიორით ვიბრინო ბიჟონივით? შენ ჯინი ხარ თუ ვინ ხარ ვერ გავიგე? შავი ხალიჩა მინამე, პრადოს ხალიჩა. კი ბატონო, იყოს შავი, შესრულებული იქნება. ოპ! ასე არ ჯობია? ხო შეგძლებია. დროა ქალაქის თავი დავნიშნოთ. განსხვავებული ხასიათების სულთანო. ვიცი რომ დროა ჩემო ერთგულო ჯაფარ, მაგრამ კანდიდატურა ვერ შემირჩევია. ქალაქის თავი უნდა იყოს სამართლიანი, კეთილი და სუფთა წარსულის. მასეთი ამ ქალაქში ელისაშვილი ვიცი მე და ჩაერიე ჩემო მბრძანებელო. იხსენი ქალაქი დაღუპვისგან. მე კი მგონია რომ ქალაქის თავი უნდა იყოს მდიდარი, რომ ხალხის ფული აღარ შეჭამოს. აი როგორც ჩემი არჩევის შემთხვევაში მე მყავს საკადრისი კანდიდატურა. აბა გაიმეორე სულთანო, როგორი უნდა იყოს ქალაქის თავი. მართალი ხარ ჯაფარ, ქალაქის თავი აუცილებლად უნდა იყოს მდიდარი. ასე არ ჯობია შეკაი სულთანო? გავიგებ დიდარ კაცებზე თურმე ქალაქის თავად. დიდო სულთანო. ვა, ფრინავი ხალიჩა? ეს მართლა რამხელა სიმდიდრე გქონია, ჭაბუკო. ეს რა არის სულთანო? ხალიჩა გიკვირშენე. აბა შენ რო ამისი მთელი სიმდიდრე ინგაგაგებია, ჩათვალე ნამდვილი ქალაქის თავი და ვიცე თავი მე მედი ზუსტად კაი დროს. არ დაუჯეროთ სულთანო, რა ეთყობა ამას სიმდიდრის? ნამდვილი ჟულიკია ვიღაცა. ამოიღე მბრძანებელო ხმა, ჩართე მაგ გველის თვალები. მე ახლა დაუჯდა მაინც და მაინც ელემენტები, ნუ. არ ჯერათ ხომ კი? აბატონო ჩემი სიმდიდრე. ჯეჯე, სასრაბო დამიდგია გოგროს გორები. გორები თუ ხაშურები? შესრულებული იქნება. ოპ! აი ჯაფარ, ვინ არის ქალაქის თავი? საუკეთესო არჩევანია დიდო სულთანო. როგორც ხედავთ, ქალაქის მართვის დიდი გამოცდილება არ უნდა გქონდეს მატვილო. არ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ სიმდიდრე მაქვს. ხო და მე მოგცემ საჭირო რჩევებს. როგორ მოიქცე ისე რომ თავში აყოლო ხალხსაც და სულთანსაც. დაუჯერე ჩემ ბრძანებელს ნარმადინ, ყველაზე ხეირიან რჩევებს ეგ მოგცემს. ჯერ არ მახსოვს ამას ვინმესთვის რჩევა მიეცეს და ხეირი არ ენახოს. ნუ მართალია თვითონ, მაგრამ ნუ ხეირია ეხლა, ნუ. აი, იმ ოაზის ხომ ხედავ? მთელი უდაბნოს მოსახლეობა წყლის ასაღება და სუფთა ჰაერის ასუნთქად სწორედ მაგ ოაზისთან იყრის თავს. კარგი იქნება თუ მანდ მაღალ სახლებს სააშენებ და ხალხს შეასახლებ. შენი ფასი არავინ ეყოლება და სულთნის ნდობასაც დაიმსახურებ. ხახ, მართლა რა კარგი რამე მირჩიეთ. დიდად მადლობელი. აბა შენიცი, ქალაქის თავო. ხომ გაიგონია რა თქვა იმ კეთილმა კაცმა? მაღალი სახლების გავსე იქაურებაო. რა მაღალი სახლები ნარმადინ? ჯინი ვარ თუ ჯინ კვადრატი? მე მგონი საშინელი შეცდომა დაუშვით სულთანო. ეგ უცხო კაცი რომ ქალაქის თავად დანიშნე. წყლის და ჰაერის ერთადერთი საშუალება მოუსმო ხალხს და უსახური სახლები ააშენა. აბა რა? ასე ხომ ტბა დაშრება? ჰაერი დაბინძურდება? ყველანი მოვიწამლებით და ხალხიც აგვიბუნტდება? რაო? ეს რა არის? ასეთი შეცდომა როგორ დავუშვით? ეს მე უნდა გამოვასწორო. უკაცრავად, ამას შენ გამოასწორებ ჯაფარ. თვითონ ნარმადინის სად ბრძანდება? სად უნდა იყოს ამხელა სამუშაოების შემდეგ შვიდად ძინავს. გასაგებია? შვიდად და ღრმად ძინავს. გასაგებია მბრძანებელო. ახლავე.
ჩემო სულთანო, ახალი და ყველაზე ღირსეული ქალაქისთავი ხვალ დილით თქვენ სასახლეში იქნება. ახლა კი თქვენც მოისვენეთ. ძილინებისას სულთანო. რა ყოფილა ეს ქალაქის თავობა პატივცემული სულთანი? გუშინ ახალი корпуსები ავაშენე და დღეს კიდო რამდენი საფაციფუცო მაქვს მე ვიყო. დიდო სულთანო, ნება მიმოწეს წარმოგიდგინოთ ქალაქის ახალი თავი. რასაგაც ეს კაცი რო ამბობს? მე არ ვარ ქალაქის თავი. ისმე მბრძანებელო. ვაჰ! ახალო მბრძანებელო? ეს თვითმარქვი აქედან მომაცილე? სორიაჩკემ ჩაინიგი. მაპატიე ნარმადინ, მაგრამ ახლა ალადინს უნდა ვემსახურო. ემიჯო გაჭერნი დროზე მაგ საზამთროინ გამიხმაკუნჭი. ფუი, ჩემი იღბალები რა ვთქვი მე, აა?